იღუმენი ნიკონი, ღვთისწყალობა, რომელი მოვიდეს ჩემ და არა განვაცო გარეთ. თქვენ მთელი სიცოცხლის მანძილზე უფლისკენ მიისწრაფით. გწამთ ქრისტე, მისი მცნებების თანახმად ცხოვრებას ცდილობთ, ინანიებდით და ინანიებთ მცნებების დარღვევას. ძიმე ცოდვებს ახსარების საიდუმლოში აღიარებთ, ხშირად ეზიარებით. მაშ რატომ გიპყრობთ მოწყინება, რატომ კარგავთ ცხონების იმედს? მეტყვით ცოდვილი ვარო, მაგრამ ჩვენ ყველანი ცოდვილები ვართ და უფალმა თქვა კიდეც, რომ მოვიდა, რათა აცხონოს არა მართალნი, არამედ ცოდვილნი. ესე იგი ისინი, ვინც თავს ცოდვილად აღიარებს. მაშა სადამე, თქვენს მიერ თავის ცოდვილად აღიარება და არა ლიტონის სიტყვები, მე ცოდვილი ვარ, იმდენად ძლიერი განცდა, რომ მტერი მას სასოწარკვეთილებაში თქვენს ჩასაგდებად იღენებს. თუმცა იგივე აღიარება ახალ საფუძველს იძლევა იმედისათვის, რომ უფალი გაცხოვნებთ. ისევე როგორც აცხოვნა სხვები, ვინც თავი ცოდვილად აღიარა, მეზვერე, ავაზაგი, მეძავი და ასე შემდეგ. ცუდია, ძალიან ცუდი, თუ ვინმეს თავი კარგი გონია, როგორც მაგალითად ფარისეველს ეგონა. თუ ვინმეს არ სტკივა გული თავისი ცოდვების გამო, თუ თავაწეული ეგებება სიკვდილს, მაგალითად ფარისევლებს მიაჩნდათ, რომ ადამის შვილნი არიან, ღვთის სასუფევლის უეჭველი მემკვიდრენი, მაგრამ მათ უფალმა უწოდა შვილნი ეშმაკისანი და თუ არ შეინანებდნენ, გენია მიუსაჯა. ფრიად ვცდებით ყოველნივე. თქვა მოციქულმა, მე და თქვენ რაღა გვეთქმის. ვცოდავთ, მაგრამ ვაღიარებთ, ვინანიებთ, ვგლოვობთ ამის გამო, უფალს შეურვდებით და ვთხოვთ მოტევებას და უფალიც მოგვიტევებს. მოგვიტევებს ისე, რომ გული გრძნობს ამას, იღებს ცოდვის სიმძიმეს, როგორც მძიმე ტვირთსხლიან მხრებიდან და ნათლად გრძნობთ ჩემს უბუქებას. უფრო ხშირად უნდა ვმადლობდეთ უფალს ყველაფრისათვის, რაც მან კაცობრიობას და პირადად ჩვენ გვიყო, რაც გაუკეთა და მუდამ უკეთებს ყველას, განსაკუთრებით კი მათ, ვისაც წამს იგი და ვინც წმინდა მართლმადიდებელ ეკლესიას ეკუთვნის. ყოველი სული აქებდით უფალსა. მე ვფიქრობ, მამა ვსეველოდმა ისეთი სუფთა, წმინდა ცხოვრება გაატარა, რომ მის სულს არ მისცემია მეტისმეტი ურვის საბაბი. ამიტომ მისთვის გაუგებარია მონანულთა წუხილი, ტკივილი, თითქმის სასოწარკვეთილება ცოდვების გამო. ასეთებს ეგნატეს ბრიანჩანინოვს მამების ერთი გამონათქვამი მოჰყავს. წმინდა, მაგრამ გამოუცდელი. ისეთები, როგორიც მამა ვსეველოდია, ერთეულები არიან. საერთოდ გზა კი ესაა. თავის დროზე ღრმად გავაცნობიეროთ ჩვენი დაცემა, მთელი კაცობრიობისა და საკუთარი წახდენა. შევიგნოთ, რომ უძლურნი ვართ, თავი დავახციოთ გარყვნილებისა და ცოდვების სამდგომარეობას. ღრმად განვიცადოთ იგი, თითქმის სასოწარკვეთილებამდე მივიდეთ. დავამდაბლდეთ საკუთარი თავის წინაშეც, მოყვასის წინაშეც, ღვთის წინაშეც და მეძავივით ვემთხვიოთ მაცხოვრის ტერფებს უსიტყვოდ. თავის მართლების გარეშე, ერთადერთი გულით ადიღაღადისით, ღმერთო მილხინე ცოდვილს ამას. მხოლოდ მაშინ ხვდება ადამიანი, რა მოწყალია უფალი. ხვდება, რომ კაცი ცხონდება არა თავისი საქმეებით, არამედ ღვთის მიუწვდომელი მოწყალებით. მალე სიკვდილი მოგველის, რომელ სამოღვაწეო საქმეებზეა ახლა ლაპარაკი ჩვენთვის.
უძლურთა და სნეულთა საფყართათვის. მხოლოდ მოთმინება და ეს ღაღადისი დაგვრჩენიან. ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას. მტკიცე იმედი იქონიეთ, რომ თუ სიკვდილის ჟამს ასეთი განწყობა გექნათ, ღვთის სასუფეველში შეხვალთ და ჩვენი ცხონების მტრებს გადაურჩებით. ავადმყოფებისთვის მარხვა არ არის დადგენილი. თუ უფალი ინებებს, ჩამოვალ მოსკოვში. მომწერე თუ ძალიან ცუდად იგრძნობთ თავს. ყოველ შემთხვევაში შვიდად და გულსაბსეთ იყავით და იცოდეთ, რომ მე თქვენი სულიერი მოძღვრის უფლებით მოგიტევებ და განგხსნი ყველა შენი ცოდვისაგან, სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ამინ. უფალმა გაკურთხოს და ნუ გეშიქცეთ მოწყალებითა თვისითა. გადაეცით იულიას, რომ მისი სულის თვისებების გამო უფალს იგი ცხონებისაკენ იმ გზით არ მიჰყავს, რომელითაც თვითონ ისურვებდა. ჩვენს თაობას უფალმა დიდი ხნის წინასწარმეტყველები გზა განუწესა. რწმენა და მწუხარებათა და სნეულებათა უტრკტრვინელი მოთმენა. პირადად მოღვაწეობას კი ჩვენ ვერ დავიტევთ. საკუთარ თავზე მაღალი წარმოდგენა დაგეუფლება და სულიერი ცდომილება დაგუპავს. უნდა შეურიგდეთ ღვთის განჩინებებს ჩვენს შესახებ. მივღოთ მოვლენილი, როგორც ჩვენთვის საუკეთესო, ურომლისოდაც ვერ ცხონდებით და მადლობდეთ ღმერთს ამისათვის. ჩვენ საქმეებით კი არა, ღვთისწყალობით ცხონდებით. სახარებაში უფალი ამბობს, ოდესღოთ ბრძანებული თქვენ და თქვუთ, ვითარმეთ მონანი ვართ უხმარნი, რომელითანა და გვედვა ყოფათ ვყავთ. მოვალენი ვართ ჩვენი შემოქმედის ნება შევასრულოთ, ხოლო ჩვენი ცხონება ღვთისწყალობისგანაა. ვინც წუხს თავის სოდვების გამო და ეზიზღება ისინი, თავს ანებებს მათ, ევედრება ღმერთს მოტევებას და შეწყალებას. იმათ უფალი შეიწყალებს და მიიღებს თავის სასუფეველში, ხოლო ვისაც მაღალი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე, ვინც ფარისევლის მსგავსად თავის საქმეებზე ამყარებს იმედს, ის განისჯება. ბოლომდე უნდა დამდაბლდეთ და გულის სიღრმიდან ვღაღადებდეთ. ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას. ყველაფერი, რაც წერილში მომწერე, მივიღე როგორც აღსარება, მოგიტევე და განხსენე. თუმცა, თუ სინდისის ქეჯნას იგრძნო, მაშინ მთავარი შენს მღვდელთან თქვი აღსარებაში. ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ძალიან დავსუსტი, მაგრამ აღსასრულს ჯერ კიდევ ვერ ვხედავ. თუმცა კი ვნატრობ, ილოცეთ ჩემთვის. მოკითხვა და ღვთის კურთხევა შენცა და ყველას, ვისაც ვახსოვ.